მე ვარ გიგი გორგაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტი. ვიმყოფებოდი სასწავლო მივლინებით ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. გასვლითი პროგრამის ფარგლებში გავიარე სასწავლო მოდულები აღნიშნული უნივერსიტეტის როგორც სასწავლო, ისე კლინიკურ დეპარტამენტებში. ძირითადი სტაჟირება გავიარე 2 კლინიკის ბაზაზე, კერძოდ ეს იყო მეანობა გინეკოლოგიისა და კერძო ქირურგიის დეპარტამენტები, სადაც ყოველდღე დილის 7 საათიდან აქტიურად ვიყავით ჩართული კლინიკურ საქმიანობაში. გარდა აღნიშნული დეპარტამენტებისა, საკუთარი ინტერესისა და სურვილის საფუძველზე მოხერხდა საბედნიეროდ ისიც, რომ გავიარე დაახლოებით ერთთვიანი სტაჟირება ამავე უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტში, რომელიც საკმაოდ ისტორიული დეპარტამენტია, იმიტომ რომ სწორედ ამ კლინიკაში გაკეთდა მსოფლიოში პირველად რქოვანის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია და დღემდე ეს კლინიკა აგრძელებს წარმატებული კლინიკური საქმიანობის ტრადიციას. მე პრაქტიკა გავიარე აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ. ოფთალმოლოგიური სტაჟირების ფარგლებში მომეცა შესაძლებლობა როგორც ამბულატორიულ და სპეციალიზებულ განყოფილებებში, ისე საოპერაციო თეატრში პრაქტიკის გავლის, სადაც ყოველდღიურად ვესწრებოდი როგორც პაციენტების გასინჯვებს, ისე სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციებსა და ქირურგიულ ოპერაციებს. პაციენტი შემოსული იყო თვალის ტრავმით და სწორედ ამ საოპერაციოში შემსხაურებაში პირველად მქონდა შესაძლებლობა, რომ დავსწრებოდი 3D მონიტორის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებულ ოპერაციას. ძალიან საინტერესო იყო როგორც კლინიკური შემთხვევა თავის სირთულიდან და ასე ვთქვათ მრავლის მომცველობიდან, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც. სწორედ აღნიშნული მივლინების პერიოდში ვიმყოფებოდი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე პოლონეთში, კერძოდ გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც წარვადგინა 2 მოხსენება. ორივე მოხსენება იყო კვლევითი ნაშრომის საფუძველზე მომზადებული და ორივე კვლევა იყო შესრულებული სწორედ ჩვენი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალისწინებულებათა დეპარტამენტის პროფესორების ხელმძღვანელობით და მოხსენებათაგან ერთ-ერთმა კერძოდ პოსტერული სესიის მოხსენებამ დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და მოიპოვა აღნიშნულ სესიაში პირველი საპრიზო ადგილი. ჩემი აზრით, ყველა სტუდენტი თავისი სწავლის პერიოდში ძალიან მოტივირებული უნდა იყოს იმისთვის, რომ შეიძინოს ის გამოცდილება, რასაც გასვლის პროგრამაში მონაწილეობა ჰქვია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა როგორც უცხო ქვეყანაში, ვთქვათ, მოგზაურობა და უცხო ქვეყნის კულტურის გაცნობა, ასევე რა თქმა უნდა პროფესიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია უცხოელ სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებელთან ურთიერთობა ამ გამოცდილების შეძენა და რა თქმა უნდა იმის ნახვა, თუ როგორ არის ორგანიზებული სხვა ქვეყანაში, როგორც ჯანდაცვის სისტემა, ისე სამედიცინო განათლების პროცესი.